კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას დღის თემა, მე ვარ მისი წამყვანი თამთა სანიკიძე. მორიგი უთანხმოება ოპოზიციურ ალიანსში, 9 პოლიტიკური ძალის ერთობა მყიფე ხდება. ალიანსის წევრი ნაციონალური მოძრაობის პატიმრობაში მყოფი ლიდერი ალიანსის მიერ შემუშავებული სამოქმედო სტრატეგიით უკმაყოფილოა. მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველოს გზა არა უნგრული, არამედ ქართული უნდა იყოს და ეს გზა არის რევოლუცია. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ალიანსის მისამართით იყო კრიტიკა, მოსახლეობასთან არასაკმარისი კომუნიკაციის და პრობლემებზე ნაკლები ყურადღების კონფრონტაცია, პიროვნული თავდასხმები, სხვისი დაკნინების ხარჯზე თვითგანდიდება. ასეთი იყო ალიანსის 8 პარტიის ერთობლივი პასუხი. განცხადებას არ შეუერთდა ნაციონალური მოძრაობა, რომლის ლიდერს ალიანსის ცალკეული ლიდერები ალიანსს მიღმა დარჩენითაც დაემუქრნენ. პასუხში კი მიხეილ სააკაშვილის რიტორიკა კიდევ უფრო მწვავე აღმოჩნდა. იყო პირდაპირი განცხადება პარტია ახალის მისამართით, რომელიც ექს-პრეზიდენტმა 2024 წლის არჩევნებისას საარჩევნო ერთობის ჩაშლაში დაადანაშაულა და ხელისუფლებასთან გარიგებული და მის მიერ მოსყიდული უწოდა. არჩევნები თუ სხვა გზა, ხელისუფლების ცვლილების რა სტრატეგია აქვს ალიანსს და გახდება თუ არა ამ სტრატეგიის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა ალიანსის რღვევის მიზეზი. აპირებს თუ არა ყოფილი მმართველი პარტია ოპოზიციური ალიანსის დატოვებას. რა მიზანი აქვს 26 მაისის საპროტესტო აქციას და რამდენად მყარია დღეს 9 პოლიტიკური ძალის ერთობა, რომელსაც არჩევნებში ბარიერ გადალახული 2 პოლიტიკური ძალა თავიდანვე გაემიჯნა. ოპოზიციის ნაწილის მზადება 26 მაისისთვის, ახალი გამაფრთხილებელი გზავნილები ბრიუსელიდან და საკადრო ცვლილებები მთავრობაში. რატომ შეიცვალნენ სუსისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები და რა ფუნქცია ექნება მამუკა მდინარაძეს, რომლისთვისაც მთავრობაში ახალი პოსტი იქმნება. ამ თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. ქართული ოცნებიდან პარლამენტარი თენგიზ შარმანაშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. კიდევ ერთი სტუმარი იქნება ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი. სწორედ მასთან საუბრით დავიწყებთ დღევანდელ გადაცემას. ბატონო ირაკლი, საღამოშიდობის მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოკეთ, ჩვენ ვხედავთ, რომ უთანხმოება და შიდა დაპირისპირება სახეზეა ოპოზიციურ ალიანსში და ეს გადაპირისპირება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და მან ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ აღარ აპირებს უკვე ახლა გაჩუმებას და ყველა მიიღებს პასუხს. ასეთი იყო მისი გზავნილი. თავდაპირველად მინდა გკითხოთ, როდესაც მან 18 აპრილს პირველი წერილი გაავრცელა ციხიდან და პირდაპირ უთხრა ოპოზიციას, რომ უკმაყოფილოა სტრატეგიით, ხალხთან კომუნიკაციის ნაკლებობით, თქვენ არ გაემიჯნეთ საპასუხო 8 პარტიის საპასუხო განცხადებას და თქვით, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა სარეკომენდაციო ხასიათი. ანუ რატომ ვერ შეთანხმდით, რომ თქვათ, ან არ გავრცელებულიყო საპასუხო ტექსტი, ან თუ გავრცელდა თქვენი ხელმოწერაც ყოფილიყო? არა, იმიტომ არ იყო ჩვენი ხელმოწერა, არ ვეთანხმებოდით და ის ხო. რატომ ვერ შეთანხმდით, რატომ ვერ დაარწმუნეთ თქვენი ალიანსის სხვა წევრები, რომ ვერ გეტყვით როგორ იყო, მაგრამ უბრალოდ არ არიან თან არ იყვნენ იმ აზრზე, რაც იყო ჩემი აზრით აბსოლუტურად ობიექტური, რომ ამ ადამიანს ერთ-ერთი ხა პოლიტიკურ პატიმარზე როცა მიდგება საუბარი, განსაკუთრებით სენსიტიური არის ჩემთვის პირადად ნებისმიერი პოლიტიკური პატიმრისთვის შენიშვნების მიცემა და მითითებების მიცემა, ხო? და მით უმეტეს დღეების მანძილზე ამაზე აქცენტის გაკეთება ჩვენ უფრო უნდა მათ იმედს ვაძლევდეთ ჩვენი ქმედებები, ჩვენი სიტყვით, მათ შორის, თუმცა საქმითაც პირველ რიგში და უნდა ვიყოთ ორიენტირებული მათ გათავისუფლებაზე და არა მათი პოსტების განხილვაზე. ეს არის ერთი მორალური პირველ რიგში საკითხი, რომელიც ჩემთვის არის აბსოლუტურად თან სხვადასხვა პოლიტიკურ გემოვნებაზე არის საქმე, იმიტომ რომ ზოგიერთი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი შეიძლება საერთოდ არ იყოს ჩემთვის რაღაც თანამოაზრე რიგ საკითხებში და საკმაოდ განსხვავებული პოზიციებიც ჰქონდეს, მაგრამ როცა ადამიანი პოლიტიკური ნიშნით არის დატყვევებული, ეს არის ჩემთვის განსაკუთრებულად სენსიტიური ამბავი. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს არ ვიცი ხა წლების მანძილზე ვლადიმერ პუტინი რომ გამოდიოდა ხოლმე სატელევიზიო ინტერვიუებში, აცხადებდა რომ მას არ სურდა რომ სააკაშვილებს ერბინათ, როგორც მან თქვა, სხვადასხვა მოედნებზე, ხო? აღიქვამდა საფრთხეთ პოლიტიკურ ასპარეზზე სააკაშვილის მსგავსი ფიგურების ყოფნას არამხოლოდ რუსეთში, საქართველოში და ნებისმიერ იმ ქვეყანაში, სადაც მას აქვს რაღაც გარკვეული იმპერიული ამბიციები, ხო? ამიტომაც ამ ხრივაც გაუგებარი ხა ამ ადამიანის რომ ხმა არ ამოიღოს ამ ადამიანმა და პოსტები არ წეროს და პოლიტიკიდან გაემიჯნოს. ეს არის აბსოლუტურად იმ ადამიანების, ასე ვთქვათ, მიზანი, მათ შორის ივანიშვილის, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ შორის პუტინის და სხვების, რომლებიც არიან, არის ამ ალიანსის მხრიდანაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბუნებრივად გაცხადებულები, როგორც ოპონენტები ან ქვეყნის მტრები პირველ რიგში, ხო? მათ შორის როცა პუტინზე მიდგება საქმე პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ესე მოგვხსენიებთ ყველა, ხო? ამიტომაც გაუგებარი იყო ნამდვილად მათი ეს პოზიცია, მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ალიანსის მიმართ.
თვეების მანძილზე. მაგრამ ძალიან მწვავე იყო რიტორიკა, რომ ნუსხეთ ხართ თქვათ ტელეეკრან, ტელესტუდიებში, ჩადით რეგიონებში, იქ იყო თქვათ პირდაპირ მოწოდება, რომ არ არის უნგრული გზა საქართველოს გზა და რომ არის რევოლუციის გზა და რევოლუციაზე თქვათ ალიანსის შიგნით ყოფი პოლიტიკური ძალები ასე არ აქცენტირებენ და უფრო მეტად უფრო ბოლო პერიოდში გზავნილები არის გახშირებული, რომ თქვათ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ნუ არ კონკრეტდება ავადამდელ არჩევნებს გულისხმობენ თუ 2028 წლის არჩევნებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არჩევნები რიტორიკაში სულ უფრო ხშირად ისმის ალიანსის წევრებში. ანუ მიხეილ სააკაშვილმა არ დაარღვია შეთანხმება, რომ არ უნდა ყოფილიყო ურთიერთდავდასხმები, ხომ გაიწერა ეთიკურ. შევა იყო თავდასხმა არ იყო. ნახეთ, მიხეილ სააკაშვილს აქვს ისტორიული ფაქტის კონსტატაციის უფლება. მან თქვა თუ როგორ დაამარცხა შეუარანაძის კორუმპირებული რეჟიმი. მე ვიყავ ბავშვი, მაგრამ აი ჩემი თვალით მახსოვს როგორ იყო ჩემი შეხვედრა პირველი მიხეილ სააკაშვილთან. თამაშობდით ფეხბურთს უბანში ჩვენთან და მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ჩვენს გვაგვესაუბრა იქ, არ ვიცი, ლუცროს ვამდნენ, თქვათ, ნარც რო თამაშობდნენ, პენსიონერები რო იყვნენ, ნარც რო თამაშობდნენ, ლუცროს ვამდნენ, ეგრეთ წოდებულ ბირჟაზე ახალგაზრდები. ყველას გაგვესაუბრა და კარგ ხნის მანძილზე დარჩა და პირადი კონტაქტი დაამყარა. თითქმის ყველასთან ვინც სურვილი გამოთქვა, რა თქმა უნდა, და ასე იყო ის მისული და მას აქვს ხელი ჩამორთმეული საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. მას ნათქვამი აქვს პირად საუბრებში, რომ უმეტესობა ადამიანები, რომელიც მას აძლევდა, პირადად იყო მასთან ნაცნობობაში, ხო? შეხვედრილი იყო სხვა დროს. ამიტომ მან თავის პირადი გამოცხადებიდან მიეცა თქვათ პირადი კომუნიკაციისას და არ ყოფილიყო ასე საჯარო დეკლარირება, რომ ის უკმაყოფილოა ამ ალიანსის სტრატეგიით. ნახეთ, ალიანსის ნახეთრაზე შეთანხმდა, იმას კი არ შეთანხმდა, რომ ადამიანებს ოპოზიცია არ ეხდებათ, არჩევები არ ეხდებათ ერთმანეთის მიმართ და საკმაოდ თუნდაც მძაფრ ფორმებში რჩევები არ ეხდებათ. არამედ შეთანხმდა იმაზე, რომ ერთმანეთის მიმართ პიროვნული თავდასხმები არ უნდა იყოს ისეთი ხასიათის მატარებელი, როგორც მოხდა მაგალითად მიხეილ სააკაშვილზე, რომელზეც საუბარი ფაქტობრივად წავიდა, როგორც თურმე ერთპიროვნული მმართველობის მსურველზე სადმე და ეს არის აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ ხონდა ხაზგასმაც აი რამდენად მიზანშეწონილი იყო, რაც ასევე არ მოეწონათ ალიანსის დანარჩენ წევრ პარტიებს. პოლიტიკაში არსებობს ადამიანი, რომელიც თავის სიძლიერეზე არ აკეთებს აქციას, მე არ მინახავს სოფლის ისტორიაში ესეთი ადამიანები თუ იცნობენ, გითხრან, მე არ ვიცნობ ასეთ ადამიანს, მართლა გეუბნებთ ერთი ადამიანი რომ დამისახულოთ, თქვენს ფიქრობ ვერ დამისახილებთ ადამიანს, რომელიც თავის სიძლიერეზე კაცს აქვს მოხდენილი ვარდების რევოლუცია, კაცს აქვს მოხდენილი სასწაულები რეფორმების კუთხით, რომელიც აღიარეს სოფლიოს მასშტაბით. ეხლა ვის მოწონს არ მოწონს რომ ამომეხომე, ნუ გამაღიზიანებელი ხანდახან ესდება, მაგრამ მართლა გამაღიზიანებელი არის რატომ? იმიტომ რომ ადამიანს ისტორია შეაფასებს საბოლოო ჯამში. პიროვნება, რომელმაც პირველმა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანა აქცია ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებულ სახელმწიფოდ თელს რეგიონში და თელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეხლა შეუძლია რომ იამაყოს თავისი წარსულით იმ პირობებში, როდესაც მით უმეტეს არის დატყვევებული, ხო? მაგრამ აქ იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი. ამ წერილში და საბოლოო ჯამში ეს კინკლაობა იცით რა არის უდიდრო რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ხედავთ რა ხდება ივანიშვილის ბანდის შიგნით, ხედავთ რომ ერთი მინისტრთა კაბინეტი ვერ დაალაგდა ისე რომ ივანიშვილმა თავი იგრძნოს კარგად, ანუ აღიარებს ამით რომ თვითონაც კრიზისშია, ქვეყანაც კრიზისშია, მისი გუნდის კრიზისია და ვერ აგვარებს ამ კრიზისს, იმიტომ რომ სუსის ხელმძღვანელი რომელზე 6 წლის მანძილზე უნდა მართავდეს ყველაზე მნიშვნელოვან საკვანძო, ასე ვთქვათ, ძალოვან სტრუქტურას ამ ქვეყანაში იცვლება ესეთი ინტენსივობით. ეხლა ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ და არა იმაზე რა სტატუსის კითხავ ქართული ოცნების წარმომადგენლს, მაგრამ ბატონო ეკლე ამ მოწოდებაში იყო ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებაში. მან თქვა რომ საქართველოს გზა არ არის უნგრული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ოპოზიციური ალიანსის წევრი პარტიები უნგრეთში არჩევნების შემდეგ, სადაც ორბანმა მარცხი განიცა და ოპოზიციის ლიდერმა გაიმარჯვა, რაღაც გარკვეულწილად ახალი ინსპირაცია მისცა ოპოზიციურ ალიანსს და თქვეს რომ აი უნგრეთი უნდა იყოს მათთვის მაგალითი სამოქმედო სტრატეგიაში, რომ გაწერილია თქვათ ის გზავნილები, რაც თქვათ ქონდა იქ უნგრეთის ოპოზიციონერ ლიდერს. მიხეილ სააკაშვილს გქონდა არ არის ეს უნგრული არჩევნების გზით დამარცხდა, ხომ ორბანი არ არის ეს საქართველოს და საქართველოს გზა არის ქართული და ეს არის რევოლუცია. ანუ ალიანსის წევრ ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლების ცვლილება ესახება არა არჩევნების, არამედ რევოლუციის გზით, იმიტომ რომ ლიდერის მოწოდებაში იყო რევოლუცია. გასაგებია, რევოლუცია მოხდა ქვეყანაში ისე რომ თვისღერი არ ჩამოარნი არავის, ვარდების რევოლუციაზე საუბარი და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბრძოლის მეთოდებზე, ყოველთვის რა თქმა უნდა ეს ბრძოლის მეთოდები იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი ხასიათის, რაც შეეხება უნგრეთის მაგალითს, უნგრეთის მაგალითი ფიზიკურად ხა შეიძლება შეუძლებელია კონკრეტულ ქვეყანაში, რაც არ უნდა მსგავსებები იყოს, კოპირება მოხდეს კონკრეტული პოლიტიკური ცვლილებების. ეხლა ამაზე არ ვიცი, მე მგონი არ ჭირდება ხო დავა ამ ყველაფერს. სულ რო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები ვიყავით, მაშინაც კი საქართველოს სიტუაცია განსხვავდებოდა პოლიტიკური სხვა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მდგომარეობისგან. ხა ჩვენთან როგორი ეროვნული მოძრაობაც იყო და მაგალითად ბელორუსში როგორი ეროვნული მოძრაობაც იყო. ეხლა ხო სხვადასხვა აბსოლუტურად პოლიტიკური და სოციალური გარემო იყო. ამიტომაც ახლა შედარება ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნის, რომელმაც 90-იან წლებში არ გამოიარა ეს, რა ვიცი, ახლა
სრული სახელმწიფოებრივი კატასტროფა და კატაკლიზმა, რაც გამოიარა საქართველოს, ხო? ეს აბსოლუტურად არ გახავთ ადეკვატური პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ უნგრეთი არის განსხვავებული ამ მხრივ აბსოლუტურად. ჯერ ეს ერთი იქ, რა თქმა უნდა, არსებობს ასევე ორბანის ფიგურა, რომელიც იყო აბსოლუტურად პოლიტიკური ნატურა, ის 80-იან წლებში საერთოდ ეროვნული მოძრაობის უნგრეთის მოძრაობაში იყო ჩართული და შემდგომში იყო რეფორმატორი პოლიტიკოსი და განსხვავებით ივანიშვილისგან, რომელიც არ ვიცი, 90-იან წლებში ეროვნულ მოძრაობაში და 80-იან წლებში კი არ იყო ჩართული, არამედ იყო ჩართული ფულის შოვნაში რუსეთში და აფინანსებდა იმ კაცს, რომელმაც თავისი ამაყით ჩაწერა წიგნში, რომ 9 აპრილი დავარბიეთო ჩემ რასთან ერთადო. გენერალ ლებეც გულისხმობდა, ეს ყველა მიცის, ხო, აბსოლუტურად. ამიტომ შედარება უნგრეთსა და საქართველოსა და მადიას და ივანიშვილის შორის არის აბსოლუტურად არადეკვატური. ხელისუფლების შეცვლის მთავარ გზად თქვენი პოლიტიკური რევოლუცია მშვიდობიანი არის აბსოლუტურად კანონიერი უფლება ქართველი ხალხის და ნებისმიერი თავისუფლების მოყარე ხალხის. ის რომ ამ ქვეყანაში სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს არის ფაქტი, როგორ მოხდება, ნახავთ, როგორ გიხართ, როგორ თქვენც ეთანხმებით ამ გზავნილს, რომ რევოლუციის გზით უნდა შეიცვალოს. რევოლუცია რატომ არის ცუდი, ხა თუ მოხდა მშვიდობიანი რევოლუცია, ხალხის ნება არის. რამდენად თავსებადია მაშინ თქვენი ხედვა ალიანსის დანარჩენ წევრებთან. რევოლუცია არ ხდება სტუდიაში დაანონსებით. პირდაპირ გეტყვით, ხალხმა თუ ტირანიისგან ასე ვთქვათ, გათავისუფლება ინება და სხვანაირად უბრალოდ გზა აღარ დარჩა ხალხს, ეს ასე ხდება ხოლმე და ასეთი სიტუაცია სამწუხაროდ ქვეყანაში უსამართლო გარემო არსებობს, რაც რა თქმა უნდა ხა ბუნებრივად წარმოშობს იმ ასე ვთქვათ გარემოებებს, რომ ვიფიქროთ, რომ შეიძლება რევოლუციაც მოხდეს ამ ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში არსებობს უსამართლობა, არსებობს პოლიტიკური პატიმრები. მოძრაობა ემზადება რევოლუციისთვის, ასე ესახება ხელისუფლების შეცვლა. ნაცო მოძრაობა ემზადება სისტემის დემონტაჟისთვის. აქციები, რევოლუციის როგორ უნდა მოხდეს დემონტაჟი? ძალიან მარტივად, რომ საპროტესტო მასა უნდა იყოს უფრო დიდი, უფრო ინტენსიურად უნდა იმართებოდეს აქციები, მშვიდობიანი აქციები, ამას უსვამთ ხაზს ჩვენ არასოდეს. ნაცო მოძრაობა 2013 წლის რევოლუცია იყო ამის საპროტესტო აქციების მასშტაბის ზრდის. ხო, ამაზე ვისაუბრებ. ქრესტომათული მაგალითი ამის არსებობს 2013 წლის ვარდების რევოლუცია. რატომ გადავიხედოთ ახლა უნგრეთში და სხვა ქვეყნებში, ხო? აბსოლუტურად მშვიდობიანად მოხდა ყველაფერი და თვითონ სისტემის შიგნითაც იცოდნენ უკვე იმ ხალხმა, რომ აღარ შეიძლება ამ სისტემას ეარსება. დარწმუნებული რომ ეს მდგომარეობა იქნება საქართველოში, იმიტომ რომ კრიზისი ხო ვერ გვარდება. ეს ხალხი იზოლაციაში უფრო და უფრო გზირავს, არ ვიცი, უფრო და უფრო მძიმდება განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ეკონომიკური მდგომარეობა, რა ვიცი, ფასების კომისია შექმნეს და ფასები გაიზარდა და თუ ესე აპირებენ რომ კომისიები შექმნან და ფასები გაიზარდოს, ეს ხო საერთოდ საშინელება და ცინიკური დამოკიდებულება გამოხატულება ექნება ხალხის მიმართ. ოპოზიციას აქვს რესურსი, ვთქვათ, აი გარდაწეხის, აი იმ მასშტაბიდან გამომდინარე, რომლებსაც ვთქვათ, საპროტესტო აქციებს. თუ ივანიშვილის რეჟიმი გონს არ მოიგო და ქვეყანა კონსტიტუციურ რელსებზე არ დააბრუნა, ქართული ხალხის პროტესტი აუცილებლად გაძლიერდება. ეს არის ფაქტი. არავინ არ შეეგუება ქვეყანაში დიქტატურას, არჩევნების გაუქმებას, პარტიების აკრძალვას, არასამთავრობო სექტორის გაუქმებას. ეს ხო ჩვენ თვალწინ ხდება, ხო? ანუ ივანიშვილს სურს, რომ ოპოზიციური აზრი ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუციური ფორმით. თქვენ რა ალტერნატივას თავაზობთ ეს ერთი, მაგრამ მანამდე კითხვა უნდა დასვა. ალტერნატივას და ნაცო მოძრაობას იმ პერიოდში აქვს შექმნილი ერთ-ერთი სწრაფი ნახტომი ბევრი მიმართულებით, მათ შორის კორუფციის დამარცხების მიმართულებით, კრიმინალის დამარცხების მიმართულებით. ქვეყანა აღარ იქნება კოლ-ცენტრების ჰაბი, როგორც ეხლა არის და იქნება პირიქით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ჰაბი. ჩვენ ესეთი ურთიერთობა კი არ გვექნება ამერიკასთან, როგორც ეხლა გვაქვს. ძალიან მძიმე შემთხვევებიც ახსოვთ, ხო? ხო, არა, ეს საზოგადოების მასაჩელია. ნაციონალური მოძრაობის მმართველობას ახასიათებს თავისი დადებითი მხარეები და უარყოფითი მხარეები. სისტემურ დარღვევებზეა საუბარი. ნახეთ როგორ თქვენი შეფასება გახოთ რა თქმა უნდა და ეს ჩემი შეფასება არ არის, მათ შორის ეს საგამოძიებო კომისიის დასკვნაშიც აისახა და თვითონ ადამიანები საუბრობდნენ და რომელ საგამოძიებო კომისიაზე საუბრობთ? მათ შორის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიას ახლა თქვენ არ აღიარებთ მათ ლეგიტიმაციას და ამავე დროს იყო თქვათ საერთაშორისო ორგანიზაციების და სასამართლოების დასკვნებშიც, მაგრამ 2003 წელს ქვეყანაში იყო შეუმდგარი სახელმწიფო იყო, failed state იყო, მოვიდა ადამიანი თავის გუნდთან ერთად, რომელმაც გაახორციელა რეფორმები, რაღაც მიმართულებებით. ამ რეფორმების შედეგი არ იყო ისეთი, როგორც უნდა ყოფილიყო გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ ხა შეუძლებელი არის. არ ვიცი ხა ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ უცბად ნორვეგიის სტანდარტის დემოკრატია მიიღო საქართველოში, იმის შემდგომ რაც შეუარანაძის კორუმპირებული რეჟიმის გადასახადები ვერ იკრიფებოდა ქვეყანაში. გადასახადები ვერ იკრიფებოდა 20% გადასახადებს ვერ იკრიფებოდა. ამ ქვეყანაში მოვიდა ეს კაცი და ჩაატარა რეფორმები და ხა უცბად რომ ყველა აბსოლუტურად გამختارიყო. ჯერ დემოკრატიას კონსოლიდაცია ჭირდება, ადამიანებს მენტალური მეტამორფოზა ჭირდებათ, კორუფციას რო იყო ხალხი მიჩვეულდა 90-იან წლებში, კარგი ტონი რო იყო კორუმპირებულობა და ფაქტობრივად ყველას ხელი გასული ქონდა და კაი ყველამ უნდა მოიპაროს რაღაც დონეზე. ამ სახელმწიფოში კიდევ რაც გაკეთდა, ესეც არის სასწაული, პირდაპირ გეტყვით და შეცდომები რო იყო,
ეს გასაგებია. შეცდომებს უწოდებთ, თქვენ იგივე იმ სისტემურ დარღვევებს, იგივე იმ შეცდომა უარესია პოლიტიკურად, ვიდრე დანაშაული ხო იცით რა არსებობს ეგეთი გამოთქვა, არც თუ ისე სხვა შორის წარუმატებელი პოლიტიკოსის და პოლიტიკური ლიდერის მიერ არის ნათქვამი ეს სიტყვები და ანუ დანაშაული ხდება ნებისმიერ ქვეყანაში. რა ვიცი, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის გადამეტება იქნება ძალაუფლების თუ ბევრი სხვა დანაშაული ყველგან ხდება. არსებული მდგომარეობა ადამიანები შეეწყვნენ. ნახეთ, ძიმე მდგომარეობა რო არსებობდა გარკვეული მიმართულებებით, ამასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მარტივი შეიძლება შეფასება, ხო? ერთი არის ადამიანები, რომლებიც ვერ დაინახავენ აბსოლუტურად პროგრესს და გააკეთებენ არაადეკვატურ განცხადებას, თურმე ქვეყანა დააქციეს და თურმე გაირკვა საბოლოო ჯამში რას გულისხმობენ ქვეყანა დააქციეს, რომ მათი დარეკილით, რომ მათი ახლობლები ვეღარ თავისუფდებოდნენ ციხეებიდან და რა ვიცი, თავრობასთან შეთანხმებით ფულს რო არ ძარცავდნენ ქართულ ხალხს და პატიოსანი კაცის შრომა რო არ ფასდებოდა, აი ეგეთი ქვეყნის დაბრუნება დომებიათ ამ ხალხს და ის რომ გარკვეული შეცდომები არსებობდა, ამ ხალხს არ ათასჯერ აქვს თქმა აღიარებული. ნახეთ რომ რაღაცა ჩვენ მოძრაობას გვაქვს პრეტენზიაც მათ შორის და მიხეილ სააკაშვილს რომ დიახაც ის რეფორმები გავატაროთ რომელიც ამ ქვეყანას ჭირდება კორუფცია და კრიმინალი კვლავ უნდა არის დასამარცხებელი მე შეგახსენებთ რომ თვითონ ამ მთავრობამ აღიარა და რასაც ჩვენ საუბრობდით ანტიკორუფციული გუნდი ნაციონალური მოძრაობის რომ კოლ-ცენტრების აბადარი თბილისი ქცეული და ამასთან დაკავშირებით იძახდნენ რომ თურმე ჩვენ ვართ ცილისწამებლები და მე თვითონ დაიჭირეს სუსისუფროს ხელისუფლების დროსაც ძალიან ბევრი ბრალდება იყო იგივე ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით კოლ-ცენტრებში 10,000-ობით საქართველოს მოქალაქე მუშაობს კორუფცია ახსენებთ ამაზე გიპასუხეთ მაგრამ ბატონო ირაკლი თქვენი აზრით არ მართლა გუწევთ ჩემი აზრი საერთოდ არ აინტერესებს მაყურებელს ჩემი პირადი აზრები და შეფასებები უბრალოდ ფაქტებზე რომ ვისაუბროთ რამდენად თანხმედრაშია ბატონო ირაკლი თქვენი პარტიის იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი პარტია ხომ ოპოზიციურ ალიანსში 9 პოლიტიკურ ძალაშორის და სხვათა შორის ხელისუფლება ამბობს რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თქვათ დანაყოფები არიან ყველა ოპოზიციურ ალიანსში ასეთი შეფასება ამ ალიანსის მიმართ ანუ თქვენ ხართ ერთ-ერთი წამყვანი პარტია ამ ალიანსში ფიქრობთ რომ ანუ რევოლუციის გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება მაგრამ ეს გზავნილი არ იკითხება დანარჩენი 8 პოლიტიკური ძალის განცხადებებში ბოლო იგივე იმ შეთანხმებაში და იმ სტრატეგიაში რომელსაც ეფუძნება ეს 4 მარტის დასაწყისში დაფუძნებული ოპოზიციური ალიანსი შესაბამისად ანუ როგორ მოიაზრებთ ამ ერთობაში თავს როცა სტრატეგიების გარშემო არსებობს საზრდა სხვა რევოლუცია რა გონიათ თქვენზე არ ვსაუბრობ ზოგადად როცა ეს ბრალდება ჟღერდება ანუ ვიცით რომ ამ კითხვას აჟღერებთ უბრალოდ თქვენ ამ თქვენთან არ მაქვს ეს კითხვა ზოგადად რევოლუცია რა გონია ამ ხალხს ვერ ხვდები რევოლუციური ცვლილება შეიძლება იყოს აი ესეთი რომ დიდი საპროტესტო აქციების შემდგომ უბრალოდ მოუწიოს თავისუფალი თანასწორი იმ გარემოში რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და სხვა შორის ეს არის მიხეილ სააკაშვილის ანუ გზავნილი არა ბევრი რევოლუცია არსებობს მეთქი მაგით აი მიხეილ სააკაშვილი როგორ რევოლუციას გვხვდება არა ეს არის ძალიან ჩაწვილი ანუ რასაც თქვენც ასევე ეთანხმებთ ეს მაინტერესებს ხო და ამიტომაც გეუბნებით ანუ რევოლუციის კონკრეტული ფორმულა არ არსებობს აი ვარდებს რევოლუციის წინ რო ეთქვა მიხეილ სააკაშვილს რომ აი ესეთი რაღაც მოხდებაო ხო არასერიოზული იქნებოდა ამიტომაც როცა ვსაუბრობთ ჩვენ რევოლუციურ ცვლილებებზე რევოლუციური ცვლილების სცენარი არ არსებობს დაწერილი ამას გეუბნებით ოღონდ ჩვენ ვსაუბრობთ იქ მშვიდობიანზე კონსტიტუციური პრინციპებით როგორც ხდება ხოლმე როდესაც ხალხი უბრალოდ არის შეუგუებელი ავტორიტარიზმთან იმ უსამართლო კანონებთან იმ უსამართლო სტილთან მართლობის რომელიც აქვს ივანიშვილს იმ ეკონომიკურ სიდუხჭირესთან შობადობის ისტორიულ მინიმუმთან ემიგრაციის ისტორიულ მაქსიმუმთან მუდმივ ტყუილთან არ ვიცი მე მინდა ვთქვა თქვენ ეთერი გამოვიყენო ეს ხალხი მათ შორის ჩვენ გვაბრალებს ხოლმე რომ თურმე ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევა გვინდა და უსმენდი მათ შორის თქვენი ეთერით ადამიანს რომელმაც მისცა ინტერვიუ და სინოდის წევრებს ასწავლიდა როგორ უნდა გაითვალისწინონ თურმე ილია მეორეს მემკვიდრეობა და რჩევებს და მითითებებს და ფაქტობრივად შეიმჩნევა საძლეო ბატონ მაჭარაშვილს გულისხმობ ამ შემთხვევაში რომ თურმე კარგად ვერ უკვირდებიან კიდევ ილია მეორეს დაწერილ ანდერს ხო და მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს სინოდის წევრებს ნამდვილად არ ჭირდებათ პოლიტიკოსების რჩევები ილია მეორეს მემკვიდრეობასთან დაკავშირებით და თვითონაც გაერკვევიან სადაც თემურლენგისთვის გაუძლიათ და შაჰაბასისთვის იქ ხა 20 წლის ზეგავლენსაც გაუძლებენ და ილია პირველი იყო მე-4 საუკუნის 90 წლებში პატრიარქი და ილია მეორე შექმნა ეპოქა ეხლა დღესდღეობით ამხელა ისტორიის ინსტიტუციასთან მათ შორის უნდა ისაუბრონ ბევრად სხვანაირად და ბევრად მორიდებით ეს იქნება ჩემი რჩევა რაც შეეხება ამ რევოლუციურ ამ გაუთავებელს რევოლუციაზე საუბარს როგორ გიხართ რევოლუციური ცვლილება იცით რა იქნება ხალბატონთან ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით რევოლუციური ცვლილება მათ შორის იქნება ის რომ აი ეს უწყვეტი პროტესტი შემდგომში ისე მოხდება თუნდაც უფრო მზარდი ფაზები იქნება და ამ შემდგომ ივანიშვილი მიხვდება რომ ვერ აბეტონებს ამ ავტორიტარებს ამ ქვეყანაში ან თქვენ რა წარმოგიდგენთ რომ ანდამაინც რევოლუცია არის რომ აი მაგალითად პარლამენტში შევა ვინმე ეს საერთოდ არა რევოლუცია რევოლუციური პროცესი გულისხმობს იმას რომ ხალხი აგრძელებს წინააღმდეგობას პარტიები
მიაგრძელებენ წინააღმდეგობას და საბოლოო ჯამში რეჟიმი ხვდება, რომ ავტორიტარიზმს ვერ ამყარებს. აი ეს არის რევოლუცია საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ არჩევნების პროცესი დღემდე არ არსებობს. არჩევნებში მონაწილეობა. არა, ამ ეტაპზე არ არის თავისუფალი არჩევნები. თუ თავისუფალ არჩევნებს მივახციეთ, ჩვენი მოთხოვნა არის ესეთი, მაშინ გეტყვით. აუცილებლად უნდა მოხდეს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, იმიტომ რომ თუ ეხლა არ ვიცი, ეს იგივეა პრემიერა დივიზიონში ბარსელონა, რომ ასე ვთქვათ, დაიჭირო მთელი გუნდი და რეალურად ხდებოდა ჩემპიონი, ანუ არ ვიცი, ხო, საფრანგეთის მაგალითად. მეორე ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილია მეორე, რა თქმა უნდა, ამიტომ მე მიხეილ სააკაშვილია თავარი ოპონენტი და უნდა იყოს თავისუფალი. სხვა პოლიტიკოსების თავისუფლები უნდა იყვნენ, ხა მანდა მაინც კერ გამოარჩევ მიხეილ სააკაშვილის ამხელებას თუ კიდევ არის. პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, იმისთვის რომ არჩევნები იყოს თანასწორი და თავისუფალი. მადიარი რო დაეჭირათ, თავისუფალი და თანასწორი იქნებოდა ის არჩევნები. ოღონდ მადიარის მაგალითს იმიტომ კი არ მომოხსო. მათ თქვა სააკაშვილზე თქვა, ბილიაზე თქვა, ხაბეჟულზე თქვა, ნადირაძეზე თქვა. ყველაზე ის ამიტომ მარტო სააკაშვილს არ გულისხმობ. ის მაგალით რომ მოყვანს სააკაშვილს შეეფარდებოდა, მაგრამ სხვა მაგალითებს როცა ვამბობ, სხვა ეს ორი მოთხოვნა. ეს მოთხოვნა მთავარი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ოღონდ სინის პატიმრებს იგულისხმებიან და არა მხოლოდ პოლიტიკოსები და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის საარჩევნო კანონმდებლობა, რაც ახლა არსებობს, არ ვიცი, CSKO-ში წარმომადგენელი არ ყავს ოპოზიციას და სადამკვირვებლო მისიები რომ შეზღუდული არის და საერთო ჯამში რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ არჩევნები არ ტარდებოდეს საფუძველზე, ეს ყველაფერს უნდა შეიცვალოს. ეს არის თავისუფალი არჩევნები. ჩატარდეს 26 მაისი იქნება ერთი ეტაპი. პირდაპირ გეტყვით ხალხო, ასე უნდა თქვა, ჩვენ გვინდა რეფორმები, ჩვენ გვინდა საქმის კეთება, ჩვენ გვინდა არჩევნები. ოღონდ ეს არჩევნები თუ არ ჩატარდა, რაც არ ტარდება ამ პერიოდში, ხო, კონკურენტებს იჭერენ და კანონებს ისე იღებენ, რომ არჩევნებს აზრი ეკარგება. დიახ, რადგან დრო განსაზღვრული გვაქვს. ანუ შემდეგი შეკითხვა, ანუ 26 მაისი იქნება ერთი ეტაპი, თუ 26 მაისზე ამყარებს თქვა ოპოზიციური ალიანსი იმედს, რომ თქვა აი ამ მომენტისთვის ელოდებით თქვა გარდამტეხ ცვლილებებს. ნახეთ, შეუძლებელია მე გითხრათ რომელიმე თარიღი, რომელიც იქნება თარიღი გამოაცხადა თავად ალიანსმა 26 მაისის სახით. არა, თქვენ რა კითხვას დასვით უბრალოდ 26 მაისთან მიმართებაში, რომ ეს ამ თარიღზე ხარ რა მოხდება, ეს იქნება ბოლოთა. ესეთ რამეს ვერ გეტყვით, მე პირდაპირ გეტყვით. უბრალოდ მნიშვნელოვანია თითეული თარიღი, მე მგონია რომ ქართულ ხალხს მოთმინების ფიალა ივსება და უფრო მეტი ხალხი გამოვა ქუჩაში, იმიტომ რომ მე რა ვიცი, ხა ძალიან ბევრი ადამიანი ხდება, რომელიც ბევრი მიმართულებით არ უკმაყოფილო. მე ვთქვი სოციალური მიმართულება, მათ შორის არ ვიცი, ყველაფრის გაძვირება აბსოლუტურად რაც ხდება, ხო? ეხლა დენის ტარიფი ისე გაზარდეს, მე დღეს და ბოლო დღეების მანძილზე ეხლა დავდიოდი სხვა კომერციულ ადგილებში და იქ ხალხი იყო აბსოლუტურად აღშფოთებული, იმიტომ რომ მათ პროდუქციას გაუძვირდებათ, ყველაფერი უძვირდება და აუტანელი ყოფა გახლავთ და მართლა შობადობის ისტორიული მინიმუმი ამ ქვეყანაში ტყუილად არ ფიქსირდება და ქართველობაზე რო საუბრობენ, მაშინ კეთილი ინებონდა ეს ემიგრაცია, რომელიც ქვეყანას სისხლს მართლა აკარგვინებს და შობადობის ეს პრობლემა რამენად გამოასწოროს, რამე კონსერვატიული მიდგომა თუ აქვთ, მაშინ რამე გადაწყვეტილებები მიიღოს საკანონმდებლო დონეზე ისეთი, რომ ეს ყველაფერი აისახოს და ეს უცხოელები რო შემოდიან და ყველგან რო მუშაობენ და ქართველი ახალგაზრდებს რო სამუშაო ლუკმაპურიც რო აღარ დარჩათ, ხო და საშუალებიც რო აღარ დარჩათ, ეს პრობლემები მოაგვარო. და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იწვევს დიდ აღშფოთებას, ნაცნობაზე და ხოცობაზე საერთოდ არ არის საუბარი. საუბარი არის საქართველოს ეროვნულ კრიზისზე, რომელსაც აღიარებს ივანიშვილი. ეს კაცი ხარ, რამდენი კაცი უნდა დაუსანქცირონ, რამდენი რო იძახენ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ცუდი არ ქვეყნისთვის. აი 26 მაისის შემდეგ მე ამას ვიტყოდი. პროტესტის გაგრძელება თუ არ აინტერესებთ, ქვეყნისთვის არის ცუდი, როცა სანქცირდებიან, იმიჯისთვის არის ცუდი, სახელმწიფო ინვესტიციებისთვის არის ცუდი და მუხლაპურისთვის არის ცუდი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. 26 მაისამდე რა ხდება? ანუ რამდენად იზიარებთ თქვენს მიხეილ სააკაშვილის პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსში მყოფი ცალკეული პოლიტიკოსები თქვა არ არიან საკმარის კომუნიკაციაში მოსახლეობასთან და ძირითადად ატარებენ დროს ტელესტუდიებში. ეს იყო რჩევა. პრეტენზია არ იყო, ეს იყო რჩევა. თქვენს თუ იზიარებთ ამ რჩევას? რჩევას ვიზიარებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე მიმეჩნია, რომ რა თქმა უნდა, ხალხი როგორც საუბრობ, რომ არის აღშფოთებული, ამ ადამიანთან უნდა მივიდეთ, გავესაუბროთ და დავარწმუნოთ, რომ გვაქვს კეთილი ნება კი არა, აი თავარი რაც ქართულ ხალხს უნდა გარდა იმ რა თქმა უნდა დაპირებებს რომ ეს ხალხი ბრძენია ნამდვილად და მიხვდება ვინ ატყუებს ვინ არა, აი უნდა რომ წრფელი გული ნახოს. იმიტომ რომ წრფელი გული ქართულ პოლიტიკაში არ ჩანს ძალიან დიდი ხანია სამწუხაროდ. ადამიანები საუბრობენ თავის არ ვიცი თავარი მართველი ივანიშვილი გამოდის ხოლმე და მუდმივად საუბრობს საკუთარ ფინანსურ პრობლემებზე, სხვა ადამიანები გამოდიან და მუდმივად საუბრობენ სანქციებზე, საუბრობენ რაღაც ვიღაცების აკრძალვაზე, დაჭერაზე და არავინ არ საუბრობს საქმეზე. და საქმეზე საუბარი როცა უნდათ ამბობენ რომ კომისია შეგვდითო და მე ის კომისიის შექმნის მერე თან რა დაცინოა მილიონერები სხედან კომისიის ფარგლებში და ფასი როგორ უნდა დაუწევთ თუმცა ძალიან ნაღლობენ და დარდობენ საქართველოს რიგით არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ რიგით მოქალაქეებს თუმცა ეს მილიონერები რომლებიც ფულს შეულობენ ამ კარტელური გარიგებებით თუმცა ნაღლობენ აი ამას ვაყურებინებენ ტელევიზორში სამწუხაროდ. იმ ალიანსის წევრები რომელშიც თქვენც ხართ გაწევრიანებული ცდილობენ თუ არა მიხეილ სააკაშვილზე ცენზურის დაწესებას, ეს გზავნილი იკითხება სააკაშვილის ბოლოდროინდელ ყველა წერილსა და განცხადებაში. ამ სტატუსზე მე ამოწურავად ვისაუბრე უკვე ერთხელ თქვი გასაგებია რომ
მე მინდა რომ უფრო მეტი ვილაპარაკო იმ პრობლემებზე, რომელიც რეალურად არის ამ ქვეყანაში. ამაზეც რომ დაუთმოთ ახლა. რა, კი, ამაზე ხო გიპასუხეთ რა, რამდენჯერ უნდა გიპასუხოთ, რომ როცა ვსაუბრობ. ცდილობენ მის თქვა შეზღუდვას. ხო იცით რომ გიპასუხეთ, რომ სამიზნედ იყო არჩეული მეთქე და ის რომ პოლიტიკური განსხვავება ნაკლები აკეთოს ამ ადამიანმა და ნაკლებად იყოს პოლიტიკაში ჩარეული, საერთო ჯამში არის ძალიან ცუდი განზრახვა. თუ ეს განზრახვა არ აქვს, მაშინ აღარ უნდა გააკეთონ ასეთი რამ და უნდა თქვა რომ ასეთ განზრახვა არ ექნება და მოუწარი ზამენ. ეხლა რაც შეეხება ისო პრობლემებს რომ დაუბრუნდეთ, ამის მაგრამ ამიტომაც იყო ეს განცხადება არ გასაკეთებელი რომ აქ ამ თემაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ ამდენს უნდა ვსაუბრობდეთ იმ რეალურ პრობლემებზე რომელიც არის მე სხვათა შორის მინდა აღვნიშნო რომ ძალიან კარგი იქნება რომ ამ რეალურ პრობლემებზეც ვისაუბროთ ხოლმე ძალიან ბევრი იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ არსებობს ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც ბოლო თვეების მანძილზე მათ შორის მიხვდა თუ რასთან აქვს საქმე ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში იმიტომ რომ აუტანელია ყოფა ამ ქვეყანაში მithumetes იყო დაცინვა საკუთარი ეს როგორ გააკეთეს მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყობაქიძის პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ რომ ამ კაცმა თქვა რომ აპრილშივე უნდა ვიგრძნოთ ხო თურმე ფასების კრება და თქვენ ანუ ხო გქონდათ რომ თქვა იგივე დებატებში ჩართვის შესაძლებლობა, იმიტომ რომ შესაძლოა თუ თქვა და რეალურ პრობლემებზე კონცენტრირება და საუბარობ, თუნდაც ხელისუფლების პირისპირ მართლა ეს დებატები ხა სხვა ტიპის იყო აბსოლუტურად სადაც დამხდარიყავით და გესაუბრათ ყველა იმ პრობლემაზე, რომლებიც თქვენ აქტუალურად მიგაჩნიათ და თქვენი არგუმენტებით მისულიყავით. არა, დებატების როცა ვსაუბრობ ჩვენ ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მარტივი რაღაც ნათქვამი. უნდა გამოუშვან პოლიტიკური ტყვეები, არ შეიძლება ადამიანები ძევლად აიყვანონ და მე ესაუბრო სხვა თემებზე, ხო? როცა ვსაუბრობ თქვენი თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერის გამოყენებაზე, თქვენ ხო მართლა საზოგადოებას არ დარწმუნებული ხართ თქვენ კარგად იცით საზოგადოებრივ მაუწყებელი რა მიზნებს ემსახურება, ხო? ამას აღარ დაუწყებ ამის თქმას, მაგრამ რა თქმა უნდა საზოგადოების ყველა მხარეს ისაც უნდა ქონდეს დებატების მიღმა თავისი პოზიციების დაფიქსირების უფლება, ხო? მანამ დებატი ხო არ უნდა იყოს ერთ-ერთი სიუცე, სადაც დააფიქსირებენ პოზიციას. მე რატომ ვამბობ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ნამდვილად საჭიროა ამ ქვეყანაში ყველა მიხვდეს, რომ ქართველს ვერ შეთავაზებს საბჭოთა რეალობა. საბჭოთა რეალობა როგორ შექმნეს? იცით 37 წლის რეპრესიები. 37 წლის რეპრესიებს ვეღარ გაამეორებს საქართველოში. კარგად იცოდეს ყველა. აკეთე, თქვენ კი ამბობთ, რომ იმიტომ რომ ყველას ახლა ივანიშვილის თავარ განზრახვა რა, რატომ უნდა რომ პარტიების აგზავნაზე რო საუბრობს მუდმივად და მართლა რო აქვს სურვილად რომ პარტიები აგზავნოს, არასამთავრობო სექტორი რო აგზავნოს და სამთავრობო სექტორად რო აქციოს და მარტო მთავრობა რო აფინანსებდეს არასამთავრობო სექტორს რო არ უნდა განსხვავებული აზრის ზოგადად მოსმენა და რო ფიგურირებდეს ეს აზრი სადმე. აი ეს ვერ გამოვა და მოუწევთ შეგუება. ეს იქნება რევოლუციური ცვლილება, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჩაბეტონდა ავტორიტარიზმი და როცა მოხდება ცვლილება, იქნება რევოლუციური ტიპის ცვლილება, გამომდინარე იქიდან რომ შეუძლებელი ხა ეს ავტორიტარული რეჟიმი, აი ეს დიდი დათმობის გარეშე, თორე რევოლუციურად შეიცვალა საბჭოთა კავშირი, მან შეიცვალა არჩევნებით მათ შორის. ჩვენ გვახსოვს რომ თავისუფალ არჩევნებს მიაღწიეს ეროვნული მოძრაობის წევრებმა. ეს ისტორია ძალიან კარგად ვიცი, მამონჩების მათ შორის აქტიური მოძრაობის და ძალიან კარგად ვიცი როგორ ხდება მშვიდობიანად წინააღმდეგობის გზით თავისუფალი არჩევნების მიღწევა. ჩვენც ეგ უნდა არჩევნები რომ ამბობენ, აი ეგ იგივეა სპორტსმენს რო არ უნდა და ეს სპორტ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება. როგორ შეიძლება არჩევნები არ მიღოს? შეკითხები, ნახეთ ბატონო ირაკლი, თქვენ კი ამბობთ, რომ ეს არ იყო თავდასხმები, როგორც ალიანსის დანარჩენმა რვა პარტიამ შეაფასა მიხეილ სააკაშვილის წერილი, რომ ეს იყო რეკომენდაცია, კეთილი განზრახვით ეს იყო რჩევა, მაგრამ რამდენად იყო თქვა რეკომენდაცია და რჩევა, როდესაც ჰქონდა თქვა კონკრეტული, თქვა კრიტიკის სამიზნე გახდა იგივე პარტია ახალი და მიანიშნა რომ 2024 წელს სწორედ მათ ჩაშალეს საარჩევნო ერთობა და გარკვეულწილად ამ გზავნილიდან მიხეილ სააკაშვილის განცხადების ნამნაწილიდან იკითხებოდა ის, რომ ის არის ხელისუფლებასთან გარიგებული და ხელისუფლებასთან გარიგების გზით მოხდა მისი დაფინანსება. ანუ ეს არ არის ამ შემთხვევაში იმ შეთანხმების დარღვევა, რომელიც ალიანსს აქვს. ხელისუფლებასთან გარიგებაში არავის არ ადანაშაულებს მიხეილ სააკაშვილი. თქვა რომ აი თქვა გილაურის გამოსვლით და 10 მილიონის დაფინანსებით ჩაიშალა საარჩევნო ერთობა. ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპონენტი ივანიშვილის რეჟიმის ბოლო წლების მანძილზე ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს აქვს ყველაზე დიდი უნარები და საქმით აქვს დამტკიცებული შეუძლია რუსული სისტემა ზოგადად ქვეყანაში რომელიც კრიმინალზე კორუფციაზე და ბოლო საპარლამენტო არჩევნების მიხედვით ოპოზიციურ პარტიებს სახალმა გადაიბარა. თავისუფალი არჩევნები თუ ჩატარდება, მე ვისაუბროთ ახლა აუცილებლად დაპატიმრებული იყო კაცი და საერთო ჯამში იყო ძალიან დიდი რეპრესიის ქვეშ, რაზეც საუბრობს თვითონ ძალიან ობიექტურ რაღაცებზე საუბრობს ეს ადამიანი. თუ იმ არჩევნებს ჩვენ არ უწოდებთ იმას რაც მოხდა, მაგრამ ნუ აი თუ ვინმე არჩევნებს უწოდებს, უნდა მიხვდეს რომ არჩევნები იმიტომ არ არის რომ როცა ყველა ფინანსური წყარო ხელოვნურად გადაკეტილი გაქვს, როცა მთავარი ლიდერი ციხეშია და როცა ყველა სხვა პოლიტიკური აქტორი შენგებზვის ფაქტობრივად ეგრე გამოდის საბოლოო ჯამში შეუძლებელია ამას დაერქვას რაიმე ტიპის რაღაც შეჯიბრი, სადაც ვთქვათ ვიღაცამ გაჯობა. ვერ გაჯობებს. ეხლა ეგრე თუ ფეხი შემიყარე და ისე მეთამაშე, მომიგებ რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ხელფეხს გამიხსნი, მე ვნახოთ ვინ ვის აჯობებს. აი ამაშია საქმე. და ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს
რომ ეს შეუძლია, იმიტომ არის დაჭერილი 5 წელია მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ არ უშვებს ივანიშვილი. არც ეს განცხადება არ იყო პარტია ახალზე თავდასხმა? არა, ის თორე ფაქტის კონსტატაცია იყო. ანუ ხელისუფლებასთან გარიგებით მოხდა ამ ფაქტის. გარიგებაში არ ვადანაშაულებთ მეთქი, არ ვადანაშაულებთ. მიხეილ სააკაშვილის გზავნიდან აბა რა იკითხებოდა მაშინ? უბრალოდ იკითხებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილიდანაც მოძრაობა იყო მთავარი სამიზნე ყოველთვის ივანიშვილის და მისი რეჟიმის და ცდილობდნენ ხოლმე, რომ ნებისმიერი პასპორტის და პირადობის წართმევა იქნებოდა, მთავარი პოლიტიკური ლიდერის დაჭერა, ყველაფერი ეს გამოყენებული ყოფილიყო პირველ რიგში ექსკლუზიურად ნაციონალ მოძრაობის წინააღმდეგ. ნაკლება და ფაქტობრივად არ სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ, რაც აბსოლუტურად არათანაბარ მდგომარეობაში გვაყენებდა ყოველთვის და ეს არის ფაქტის კონსტატირება და თუ ეს ფაქტი არ მოწონთ არ ვიცი ხა, მაშინ რა ხელი შეეშალათ იმ ფაქტისთვის, უფრო მეტად ან არ ვიცი, რატო არ უნდა ფაქტია, ხო? არ ვიცი, ფაქტთან დაკავშირებით რატო უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილის ამ წერილების შემდეგ ალიანსის ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ თუ ეს ასეთი განცხადებები და გზავნილები გაგრძელდება, შესაძლოა თავად მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდეს ალიანსს მიღმა. რამდენად ფიქრობს ნაციონალური მოძრაობა, რომ დატოვოს ეს 9 პოლიტიკური ძალისგან შემდგარი და მარტის დასაწყისში ფორმირებული ოპოზიციური ალიანსი, იგივე ანაწითლიდა სოციალურ ქსელში, თავისი პირადი აზრი გამოთქვა, რომ დატოვების მომხრეა და დღეს თინა ბოკუჩავა თქვენი პარტიის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი აქტიურად იყო ჩართული, როდესაც თქვენ გადაწყვეტეთ ამ ალიანსში შესვლა და შესაძლოა თქვა ისევე დატოვოთ ეს ალიანსი, როგორც შეხვდეთ, ყოველ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება იქნება. ხედავთ ამის საჭიროებას, განიხილავთ ალიანსის დატოვებას. ქართულ ხალხს სჭირდება გამარჯვება და აი ამ კორუმპირებული რეჟიმის მმართველობის დასასრული, ამისთვის საჭირო გახლავთ ის, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდეს თანამშრომლობის რა ფორმატში ვიქნებით, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ექნება. მაინც აქციებში ვიღებთ მონაწილეობას, მაინც იქნება გაგრძელებული ეს პროტესტი. კარგი იქნება თუ ეს ფორმატი შენარჩუნდება, თუ არ შენარჩუნდება, ესეც არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალურ მოძრაობას კიდევ ერთხელ მეორე აქვს ისეთი წვლილი და როლი ამ რეჟიმის დამარცხებაში, რომელსაც აუცილებლად ითამაშებს, რომელსაც ვერაფერი ვერ დააკრინებს. გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს ალიანსიდან შესაძლოა. კონსულტაციები არ მიმდინარეობს, პირდაპირ გეტყვით. ძალიან მარტივად არის, თუ მიხეილ სააკაშვილის აი ამ ტიპის, ასე ვთქვათ, თავდასხმები გაგრძელდება, ეხლა მიხეილ სააკაშვილზე ეს ახლა გასაგებია რომ ვერ უნდა გაგრძელდეს. ამაზე არის საქმე, ხო? იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს თავად მიხეილ სააკაშვილიც ამბობს რომ ყველას გასცემს პასუხს და მომავალში განცხადებას მიხეილ სააკაშვილს და ჩვენს გავცემთ, რა თქმა უნდა, პასუხს არ არის ეს პრობლემა. პასუხს გასცემს. აი ასეთ რეჟიმში როგორ გესახებათ თანამშრომლობის გაგრძელება? ნახეთ, თანამშრომლობის ფორმატებს გააჩნიათ, ხო? ჩვენ აქციებში მაინც მივიღებთ მონაწილეობას. 26 მაისს რო იქნება აქცია, ჩვენ ამ ფორმატში ვიქნებით, არ ვიქნებით, ამას რა მნიშვნელობს აქციებში ვიქნებით ჩართული. ორგანიზებაშიც ვიქნებით ჩართული იმ დოზით, რა დოზითაც ამის საშუალება იქნება ფორმატების გათვალისწინებით, ფორმატების გარეშეც ბრძოლა და წინააღმდეგობა გაგრძელდება, უბრალოდ თავარია მიხვდეთ, რომ კინკლაუბები და სხვა ესეთი მსგავსი რაღაცები ვერ იქნება ეფექტური ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დრო ბევრი არ ვრჩება, პირდაპირ ვიტყვი, საქართველოში კიდევ ერთხელ მოსახლეობა არის მინიმალურად, აი ფაქტობრივად ასეთი მინიმალური მაჩვენებლები, შობადობის და ესეთი სასიცოცხლო მაჩვენებლები ჩვენ არ გქონია, ემიგრაციის მაქსიმუმი, ესეთი ისტორიული მაქსიმუმი არასოდეს არ ყოფილა, ეს დინამიკა არ იცვლება, ფასები უფრო იზრდება, ქვეყანაში ავტორიტარიზმი უფრო და უფრო ბეტონდება, ხალხს არასამთავრობო სექტორიდან უშვებენ და არასამთავრობო სექტორი როგორ უშვებენ და პარტიების აკრძალვა უნდათ, არასამთავრობო სექტორის აკრძალვა უნდათ, კერძო კომპანიებში საჯარო სამსახურში განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები გაუშვეს კინწისყრით, ასეულობით, ათასობით ესეთი ადამიანი გაუშვეს და საბოლოო ჯამში ამ ადამიანებზე არ ნაღლობენ 100,000-ობით მოქალაქე, უნდა რომ აკრძალონ ქვეყანაში და ასე ჩვენ მივალთ დემოგრაფიულ კატასტროფამდე, განადგურებამდე. ამიტომაც საჭიროა ბრძოლა, საჭიროა წინააღმდეგობა და არა პოსტების განხილვა, არამედ საქმეზე გადასვლა. რაც შეეხება თქვენ მიერ ამ ნათქვამ სცენარებს, სცენარი არის მარტივი, ბევრი ხალხი ქუჩაში და ივანიშვილი, რომელიც ხვდება, რომ აზრი არ აქვს ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას და მერე ტარდება თავისუფალი არჩევნები, სადაც მათ შორის დიახაც გვაქვს პრეტენზია, რომ ისევ გავიმარჯვოთ და ისევ ჩავატაროთ ის რეფორმები, რომელიც კვლავ დაამარცხებს ამ ქვეყანაში კორუფციას, კრიმინალს და არა კოლცენტრების ჰაბი იქნება და იმის რა ქვია, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი რომ თურმე თაღლითურ სქემებში ყოფილა ჩართული, როგორც ეხა არის. არა თაღლითურ სქემებში არ იქნებიან ჩართულები, იქნებიან ჩართულები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. მადლობთ. თვითონ აღიარეს ხოთაშორის ეს მე რასაც შემოვამბობდით, დაიჭირეს ეს ადამიანი. ირაკლი პავლენიშვილი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს. პირდაპირ ეთერში